სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. წესით ვერასოდეს უნდა შევეგუოთ, მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ უფალმა უღმერთობიდან გამოგვიყვანა და მის შვილებად სახელგვდვა. მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა გაგვიჩინა, იმ საოცარ გზაზე გვატარებს, რომელსაც უფლის ძიება, უფლის ერთგულება, უფალსთან საიდუმლო მისტიკური კავშირი ქვია. თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ, მუდმივი მადლიერების გზნობა გვექნება გულში. იმის გამო პირველ რიგში, რაც ჩვენს თავს ხდება, ღმერთთან კავშირს გულისხმობ და თუ ჩვენ ამას ცოტათი მაინც განვიცდით და ვაფასებთ. და იმის გამოც თუ საიდან გამოგვიყვანა და რას ნიშნავს უღმერთო სამყარო. უფალი ამბობს ერთ ადგილას, რომ მე არ დაგჟით, არამედ არ განგჟით და ეს ფაქტიურად იგივეა, არ გაგასამართლებთ, მაგრამ იმ სიტყვას, რომელსაც მე ვიტყვი, იმ სიტყვით გასამართლდებ. ამგვარი გასამართლება არავის აცდება, ვიღაცისთვის უფალთან შეხვედრა იქნება გონება მიუწვდომელი სიხარული და ბედნიერება, ვიღაცისთვის საშინელი სამჟავი. ჩვენ აღმოვიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლე. პავლე მოციქულის გარეშე ძალიან ძნელია გაიგოს ახარება, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი არა. იმიტომ რომ პავლე მოციქული ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ძალიან ღრმად ხსნის ღვთის განკაცებას, იმას თუ რა გააკეთა უფალმა. და იმას თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, იმას თუ რას ნიშნავს თუ არა ხარ მორწმუნე და ქრისტიანი. და პავლე მოციქულს შევია მკვეთრი საუბარი, თუმცა მკვეთრი საუბარი უფალთანაც არის. ძალიან ხშირად ჩვენ ძალიან მკვეთრ ხისტ სიტყვებს ხვდებით უფალთან და პავლე მოციქული ამგვარად გამოიჩევა მისი სიტყვა ძალიან מחვილივით, აიმიტომაც არის შემთხვევით არ არის ხო ხატებზე პავლე მოციქული מחვილით არის გამოხატული. מחვილივით სიტყვა აქვს, ძალიან ექსპრესიული, დინამიური, გამოსაფხიზლებელი. აი დღევანდელი სიტყვებიც ესეთია და სიტყვები, რომელსაც მე თქვენ აღმოვიკითხავთ, თქვენ ეს უკვე მოისმინეთ დღეს წირვაზე. ეს სიტყვები არ არის სასიამოვნო. არც მოსასმენად, არც გასააზრებლად, სიმძიმე შემოაქვს, მაგრამ მე მაინც წავიკითხავ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დღევანდელმა საკითხავმა შემოგთავაზა და ამიტომ რაღაც ეკლესიამ შემოგთავაზა, ჩვენ ვალდებულნიც ვართ, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ და მეორეც ის, რომ კიდევ მეტად გავიაზროთ, საიდან გამოგვიყვანა ჩვენ ღმერთმა, რომ მეტი მადლიერება გქონდეს. პავლე მოციქული ესე საუბრობს, რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება. რადგანაც რას ნიშნავს, რომ აი ეს გარანტირებულად რო იქნება. ესე კი არა, რომ აი ცხადდება თუ არ ცხადდება, განვიჟებით თუ არ განვიჟებით, მოხდება თუ არ მოხდება. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება. რატო ცხადდება ეხლა ღვთის რისხვა? რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთობას. უღმერთობა და უსამართლობა ერთ კონტექსტში მოიაზრება. და ეს რისხვა დაატყდება უსამართლო კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას. ერთ კონტექსტში მოიაზრება და მაშინ როდესაც რომ ყველას თავის სიმართლე აქვს, მათ შორის უღმერთოებსაც, მორწმუნეებსაც, ამიტომ არის უღმერთოების, როგორც ასეთი მოცემულობა, აი უღმერთო ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი არის საკუთარი სიმართლე, რომელიც ღვთის წინაშე უსამართლობა. ხოლო თუ ჩვენ შემოვდივართ ეკლესიაში და აღარა ვართ უღმერთონი, მაგრამ ვიტოვებთ საკუთარ სიმართლეს. მაშინ ხდება კითხვა, რომ ჩვენ მართლა შემოვედით ეკლესიაში. ჩვენ მართლა მორწმუნენი გავხდით, რადგან დავიტოვებთ ჩვენი სიმართლე. მაშინ როდესაც გამოდმებით უნდა ვეძებდეთ ღმერთს და მე სიმართლეს. მასწავლე მე სიმართლენი შენ. წარმოიდგინეთ, რატომ არსებობს ეს სიტყვები ფსალმუნებში, რატომ იკითხება ღვთისმსახურებაში. იმიტომ რომ ღვთის სიმართლის დანახვა, პოვნა შესაბამისად მისით ცხოვრება იოლი არ არის, ლოცვა ჭირდება, ღმერთს ვევედრებით. და ლოცვა ხო გესმით რა არის? რას ვევედრებით ლოცვაში ღმერთს? სისხლის დათხევას რო უტოლდება, აი ამგვარი ლოცვა ეგ არის და რას ვევედრებით? ის რაც ჩვენით არ შეგვიძლია მივიღოთ, ის რაც ღმერთისგან არის მხოლოდ მოსაცემი. და აი ამგვარი რამ არის საღვთო სიმართლის გაგება, დანახვა, გაგება და გათავისება და შესაბამისი ცხოვრება. ამიტომ ეს გავითვალისწინოთ. შევხედოთ როგორ მოქმედებთ. ჩვენი გულის სიტყვების შემდგომ ჩვენი სიტყვები უკვე განცხადებული. მერე შესაბამისად ქმედებანი, მოქმედებანი, რამდენად თანხვედრაშია საღვთო სიმართლესთან. და ესეთი ადამიანები თავისი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. როგორ შეიძლება რომ ჭეშმარიტება დაახშო? შეიძლება, იმიტომ რომ უფალი
როგორც წულილი ნიავი, ანუ სუსტი ჩქამი ისე შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ისე არ ძალადობს. ის თავის თავს არ ავლენს, რომ ჩვენი თავისუფლება აბსოლუტურად რეალიზდეს და განცხადეს ისე, როგორც ჩვენ თავისუფლებას სურს. ღმერთი არ უნდა გამოჩნდეს ჩვენთვის როგორც ყოვლის შემძლე დიქტატორი, რომლის შიშის გამოც მე ყველაფერს ვაკეთებ, კი ბატონო, ოღონ შენ არ გაბრაზე და ყველაფერი როგორც შენ გინდა ეგრე იქნება. ეგრე არ გამოვა. ილია წინასწარმეტყველის ცხოვრებაში აიცით, ხო, წულილი ნიავი, რომელიც თუ ძალიან გაფაქიზდი ვერც კი იგზნო. რამდენს სწავლობდნენ გონებისმიერი ლოცვით, ისიქასტი მამები, სიბნელე, სიჩუმე, მდუმარება, განშორება კაცობრივ ადამიანებისგან, ჩაკეტვა სადღაც, ზღვის ხმა არ იყოს, ტყის ხმა არ იყოს, ჩიტების ხმა არ იყოს, არაფერი სრულ სინათლე არ იყოს, სივრცე არ იყოს, რომ როგორმე გაფაქიზდეს მათი შინაგანი სამყარო და აი წულილი ნიავი შეეგზნონ და განიცადონ. ხოლო თუ ჩვენი ცხოვრებით ვყვირით, ვღრიალებთ, თუ ჩვენი ცხოვრებაში საკუთარი სიმართლით მოქმედებთ, დროშას ვაფრიალებთ, აი მე ვთქვი და მე ვარ და კაცობრიობა ხო ასე ცხოვრობს. ადამიანს ხო მე ამბოხესული აქვს. რატომ აქვს მე ამბოხესული ადამიანს? იმიტომ რომ დემონური თესლი ჩავარდა მის გულში, როდესაც დაუჯერა ეშმაკს ადამმა და ღმერთ ზურგიში აქცია და გარეგანი რიტუალით მოინდომა განხთობა, აი ეს დემონური თესლი მემკვიდრობით გადასცა ყველა ადამიანს და ეშმაკი მე ამბოხეა. და ეს მე ამბოხეობა ყველა ადამიანში დევს, ძალიან მყარად ფესვებ გადგმულია და ეს ადამიანს გონია სიკეთე და საკუთარი სიმართლე. ამიტომ აი ამ მე ამბოხეობის დროშას აფრიალებს კაცობრიობა მთლიანად, ბაბილონის გოდოლს რამდენჯერაც არ უნდა დაინგრეს, კვლავ აშენებს და გონზე არ მოდის, სანამ ანტიქრისტეს არ მოიყვანს და ეს ყველაფერი ახშობს იმ წულილ ნიავს. და როგორი გონიერება, როგორი სიბრძნე სჭირდება ქრისტიანს, რომ აი ამ ორომ ტრიალში ღმერთი შეიცნოს. და მე როგორი ვაშკაცობა, იმიტომ რომ ღმერთს რო შეიცნობ და შესაბამისად ცხოვრებას მოინდომებ, ეს მე ამბოხე სამყარო გადაგქელავს ეგრევე. და შენ ისე უნდა მიიღო ეს დარტყმა, რომ ის ადამიანები, რომელიც შენ გქელავენ, არ შეიძულო. რატომ? იმიტომ ქრისტეს თვალებით უნდა ვუყუროთ ყველას ეს ჩვენი ვალდებულებაა. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ. ეხლა საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ მე ამბოხე როა და დროშას აფრიალებს, იმიტომ რომ ურწმუნოა და ურწმუნო იმიტოა, რომ ღმერთი ვერ დაინახა. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ აი ეს მწულილი ნიავია და ვერ დაინახა ეს მწულილი ნიავი. მე ამბოხე სულმა, ვერ დაინახა. მაგრამ ღმერთი მარტო ასე არ ავლენს საკუთარ თავს. ის როგორც მწულილი ნიავი ავლენს საკუთარ თავს, როგორც ჰიპოსტასი, როგორც პიროვნება, რომელსაც შენთან კომუნიკაციაში შემოსვლა სურს. თორე ღმერთი აგრეთვე სხვანაირადაც ავლენს თავის თავს. და აგზელებს პავლე მოციქული. და მართლაც მისი უხილავი სრულყოფილება, აი ხას უსვავს სრულყოფილებას, წარვალი ძალა და ღვთაებრიობა. ადამიანს ხო აქვს ეს ტოლვა, სწრაფვა, მარადიული სიცოცხლისკენ, სრულყოფილებისკენ, სიძლიერისკენ, განღმრთობისკენ, ქვეცნობიერად ეს ყველა ადამიანს აქვს. რატომ? იმიტომ რომ ღვთისხატი და მსგავსია. ეშმაკმა იმ დემონურმა თესლმა ეს ვერ წაშალა ჩვენში. და ეს არ ჩანს რეალურად ამ ცხოვრებაში არ ჩანს. ადამიანი სულ იგონებს რაღაცა მიზნებს, რომ ეგ დაიკმაყოფილოს ეს სურვილი, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ უკმაყოფილებს, ეს სუროგატია, მას არ გააძღობს, არ დააკმაყოფილებს და აი სულ ეძებს და ამ ძიებაში აღმოხდება სული დაფლავენ მიწაში და დამთავრდა. აი ეს არის რეალობა. არ ჩანს უხილავია და ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ რადგან ღმერთმა განუცხადა, როგორ განუცხადა ყველას, მისი ანუ ღმერთის უხილავი, მაგრამ მაინც სრულყოფილება, წარვალი ძალა და ღვთაებრიობა ქვეყნიერების დასაბამიდან, რაც სამყარო შეიქმნა. მისსავ, ანუ ქვეყნიერებისვე ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება. ანუ ღმერთის როგორც გონიერი, ყოვლის შემძლეს და სრულყოფილი არსების კვალი ყველგან ამ სამყაროს ემჩნევა და ადამიანმა შეუძლებელია ეს არ დაინახოს, თუ პირდაპირ ღმერთის მიმართ არ არის მე ამბოხე, რომ ადამიანს მე ამბოხეობის წვერვალი რა არის, რომ ადამიანს უბრალოდ არ აწყობს, რომ ღმერთია. რომ ღმერთი თუ არის, მაშინ შენ არ შეიძლება ცხოვრობდე ისე როგორც ცხოვრობ. ოღონდ ასე ვიცხოვრო. თუნდაც ერთი დღე და ღმერთმა ხელი არ შემიშალოს, რომ ღმერთი არ მინდა, ოღონ აეხლა ესე ვიცხოვრო. მდგომარეობა, რომ ღმერთი ჩანს, ცნაურდება ქმნილებებში. ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი არ არის, ან შეიძლება არ ამბობს, მაგრამ ცხოვრობს ისე, რომ თითქოს ღმერთი არ არის, სინამდვილეში ადამიანი ხდება დამნაშავე, თუნდაც მასთან პიროვნული კომუნიკაცია ჯერ არ იყოს დაწყებული. და ამიტომ აგზელებს პავლე მოციქული, ასე რომ არა აქვთ პატიება. ეს განაჩენია.
ამ დიდი მოციქულის მიერ გახმოვანებული. უღმერთო ადამიანებს არ აქვთ პატიება. ეს სულიწმინდის გმობაა. რა არის სულიწმინდის გმობა? როცა ადამიანი ცხოვრობს, ადამიანი როგორც გონიერი არსება ცხოვრობს, ყველგან ღმერთის კვალია. და ადამიანის ახეს ღმერთი არ არის და თუ ძალიან შეწუხდება შენი ცხოვრებით რომ სადაც ადასტურებ რომ ღმერთი არის, მე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ღმერთს დასცინოს, კი არ წამს, მაგრამ შენ ჯინაზე დასცინოს, აფურთხოს, თუ ძალა მოიკრება შენს გადაგიაროს. არ აქვთ პატიება. ათეიზმი ძალიან საშიში რამეა. ყველა ათეისტი არის საცოდავი ადამიანი. ყველა ათეისტი იმსახურებს იმას რომ მათთვის მტიროდნენ, გლოვობდნენ, საშინელებაა ეს. თუ ვინმე ახლობლები ყავს ათეისტები, ამაზე დიდად საცოდავი ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ როცა ათეიზმი ძალას იკრებს და როცა ის იდეოლოგია ხდება, ეს არის ყველაზე დემონური მოძღვრება, რაც კი სამყაროში შეიძლება არსებობდეს. და ამის გამოცდილება ჩვენ საბჭოთა მოქალაქეებს ყოფილს გვაქვს. მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ლიბერალიზმს რო უწოდებენ და ლიბერალიზმის გარდა ყველაფერი რომ არის, რა არის თუ არა ათეიზმი? ეხო ჩვეულებრივი ათეიზმია. და როგორი დიქტატორული სულია ამ ათეიზმში. როგორ არაფრად არ უღირს არც ერთი ადამიანის სინამდვილეში. ასე რომ პატიება არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. და მე აგძელებს პავლე მოციქული არ ეშვება ამ ადამიანებს. კიდევ ვიღაცა იტყვის, კაცო, მე არ ვიცი რომ ღმერთი არსებობს. პავლე მოციქული არ ეშვება და ნახეთ როგორ აგძელებს. შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს. ეს შეიძლება ყველაზე ითქვას, იმიტომ რომ ათეისტიც რაღაცას აღმერთებს, ისევ გვახსოვს ეს ჩვენ ბოლშევიკური პერიოდიდან, როგორ აღმერთებდნენ რაღაც იდეალებს ღმერთის გარეშე, თვით სამყაროს და ხე სამყარო არის უსასრულო. თანამედროვე მეცნიერება უკვე 100 წელია მყარად ადასტურებს, რომ სამყარო სასრულია, დიდი აფეთქების თეორია ამას ამბობს. მაგრამ ეს რატომ არ აწყობთ? ათეიზმს ერთ-ერთ საფუძველს აცლის ხელიდან. იმიტომ რომ ათეიზმს აწყობს, რომ სამყარო უსასრულო იყო. და გარდა ამისა, ღვთაებრივი ატრიბუტიკა მატერიალურ სამყაროს მიანიჭეს. უსასრულოა, მარადიულია. და კერპს ქმნიან. გარდა ამისა, არსებობენ რელიგიური ადამიანებიც, რომლებიც ღმერთს გმობენ, მაგრამ რელიგიურნი არიან. რადგან შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, ანუ უმადურები არიან. არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვი და დაბნელდა მათი უგონო გული. იმიტომ რომ მათ ზრახვას, მათ აზროვნებას, მათ ფიქრს, მათ შემოქმედებას, მათ მიერ ფილოსოფიური, რელიგიური და იდეოლოგიური სისტემების შექმნას ნულოვანი შედეგი აქვს და მე აგზელებ, დაბნელდა მათი უგონო გული. რა არის გული? გულია ადამიანის მისტიკური სიღრმე, რომელიც გახდა უგონო. ანუ ყველაზე მთავარი წართმეული აქვს ასეთ ადამიანებს. მოაზროვნეობა. და ეს საოცარი ნიჭი, მოაზროვნეობა, ღვთისდარი ნიჭი იფლანგება რაში, რომ ლუკმაპური როგორ ვიშოვო, როგორ ორიენტირება, როგორ მოვახდინო სამყაროში, როგორ დავჩაგრო. ცხოველია რა. აი რაც ცხოველი აკეთებს, იგივე საკეთებს. ოღონ ამას არ ჭირდება მოაზროვნეობა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს მოაზროვნეობა და აი ამ ცხოველურ ცხოვრებაში ვხარჯავთ. იმიტომ რომ დაბნელებულია ჩვენი უგონო გული. გული, ანუ მისტიკური სიღრმე, რომელიც უნდა აზროვნებდეს, მაგრამ ის გახდა უგონო, ანუ აზროვნება დაკარგული. მაგრამ საკუთარ თავზე შეხედულება აქვს და აგზელებს პავლე მოციქული. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ, ანუ სულელები გახდნენ. ღვთისმშობლის დაუჯდომელში როა ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელი. მთელი ფილოსოფიური სისტემები რა არის ჭეშმარიტება, როგორია სამყარო, როგორ არის შექმნილი, ღვთაება როგორი. ჰოვიდა პატარა ქალწული გოგო და ღმერთი გააჩინა. წადიდა ეხლა ეს ლოგიკურად დაასაბუთე. ანუ მთელი ეს ფილოსოფიური სისტემები ასე ამოტრიალდა, გაცამტვერდა, იმიტომ რომ ის ვისაც ეძებდნენ, პატარა გოგონამ გააჩინა. და პატარა ბავშვი იშვა, რომელიც პიროვნულად, როგორც პერსონა, პიროვნება არის გალაქტიკების შემოქმედი. აი ეს არის ქრისტიანული რწმენა. ეს არის ეს დიდებულება. ფილოსოფიით ვერ მიდიხარ იქამდე, სხვანაირად უნდა წახვიდე. ბრძენკაცებად მოჰქა ფილოსოფოსობენ ადამიანები და სულელებად იქცნენ, შლეგებად იქცნენ. ეს შლეგობა, ანუ გაგიჟდენ. ეს პავლე მოციქული ამბობს, სამყარო გაგიჟდა. პავლე მოციქულს მადლის მიერ ჭრეტა აქვს და ალბათ კაცობრიობა როგორ იქნებოდა ამასაც ჭრეტდა და ფიზიკურად რო ენახა, თქვა დღეს რა დღეშია სამყარო. მართლაც არ გაგიჟდენ. უხრწნელი ღმერთის დიდება, ხრწნადი კაცის ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს. კერპთაყვანისმცემლობა გასაგებია, ხრწნადი კაცი, ანუ ადამიანის გაღმერთებას გასაგებია. ნუ ფრინველთა და ქვეწარმავალთა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ცხოველებს ვიღა აღმერთებს, მაგრამ რა ვიცი აბა, დღეს შეიძლება სამყაროში როგორი კანონებია, რომ თუ ცხოველს ცოტა რაღაც ისე
ცხოველს ცუდად კი არ უნდა მოექცე, მაგრამ თუ რაღაცა მოგივიდა ისე და ამის გამო შეიძლება კატასტროფული რაღაცა დაგმართონ და ამ დროს ბავშვების დახოცვა მოსულა მუცელში. ბავშვი შეგიძლია მოკლა სამ თვემდე, პრობლემა არ არის. ცხოველი კი არ უნდა აწვალო, ყველაფერს უნდა მიხედო, მაგრამ ფარისევლობა ეს მთლიანი სამყაროა, ასე და ამგვარად დაავადებული. და რადგან ეს ხდება და მე უკვე მიდის შედეგები. ამიტომაც, რადგან ეს ასეა, გაგიჟდა სამყარო და გაშლეგდა, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულის თქმათა უწმინდურებას. როცა ადამიანი ღმერთს მოწყვეტილია, შინაგანი სამყარო უგონო ხდება, უგონო გული გაუხდება, ის გულის თქმები უკვე პირდაპირ არის ეშმაკთან წილნაყარი. ამიტომ ვამბობთ ხოლმე გულის სიტყვები ძალიან საშიშია და თქვენ ხშირად იმართებით გულის სიტყვებით და გულის სიტყვების მიხედვით მოქმედებთ. მამები ამბობენ, რომ თითქმის 100% ამ გულის სიტყვებისა დემონური წარმოშობის არის. მაგრამ ქრისტიანი იმით განსხვავდება არაქრისტიანისაგან, რომ ამას აკონტროლებს და გასახანს არ აძლევს. იესო ქრისტეს სახელით ანადგურებს მათ საკუთარ გულში, მადლის მიერად. მაგრამ როცა ეს არ ხდება, ეს გულის თქმათა უწმინდურებას, ეს გული რატო უწმინდურება? იმიტომ ეს უწმინდურია ეს გულის სიტყვები, ღმერთმა მისცა ეს ადამიანები, იმიტომ არანაირი კონტროლი, არანაირი სურვილი მათი გამოფხიზლებისა რო არ არის და რათა შეებილწათ თავისი სხეული, ანუ გარეთ იღვრება, მათი მატერიალიზაცია ხდება სიტყვაში და საქმეში. ეს ხდება ჩვენთანაც, როდესაც ჩვენ ვცოდავთ, აი ქრისტიანი რო ხარ და ვერადა ვერ დადექი ფეხზე. მოხვალ შეინანებ ისევ, მერე ისევ, ათასნაირი ცოდვას ჩავდივართ, სულიერს, ფსიქოლოგიურს თუ ხორციელს და ჩვენი გამოსწორება არ იქნება, ვერ დავდექით ფეხზე. რატომ? გულის სიტყვის დონეზე არ ვებრძვით, იმიტომ რომ თუ გულის სიტყვის დონეზე არ დაამარცხე ცოდვა და ეშმაკი შენში, ის აუცილებლად განივთდება შენს ცხოვრების სიტყვაში და შენი ცხოვრების წესში და შენ ქმედებაში და გბილწავს. სხეული ამ შემთხვევაში მარტო ხორცი კი არ იგულისხმება, მთელ შენ არსებას ბილწავს. სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება, შექმნილს რომ სახურებდნენ და არა შემოქმედს. თუ შენი ცხოვრების არსი ანიდახოე ქრისტე არ არის, თუნდაც ქრისტიანი გერქვა სახელად, კერპთაყვანის სემელი ხარ, თუნდაც ქრისტიანი იყო, თუ შენთვის ქრისტე არ არის ყველაფერი. თავარი კი არა, ყველაფერი თუ ქრისტე არ არის. ადამიანი, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს, შექმნილს, ანუ ქმნილებას, ანუ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ამასოფლის სულს, ამ ქვეყნიურ რაღაცა მიზნებს ემსახურება და არა შემოქმედს და მე აგზელებს. ამიტომაც, რადგან ეს ხდება, მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს და ეხლა მე უკაცრავად შენდობას ვთხოვ, ეს სიბინძურია, მაგრამ ეს სიბინძურე წმინდა წერილიდან არის და უნდა წაგიკითხოთ. ნახეთ, პავლე მოციქული ასაბობს. იმიტომ რომ ადამიანი მოწყვეტილია ღმერთს, მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს და აგძელებს. მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს, ასევე კაცებად მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულის თქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სარცხვინოს და მიიღეს თავიანთი ცდუნების საკადრისი საზღაური. როგორც არ უნდა ეცადოს თანამედროვე სამყარო, რომ ნორმაში აიყვანოს ცოდვა, წმინდა წერილი ამის საშუალებას არ იძლევა და ვინც ქრისტიანია, ის მაინც უნდა გამოფხიზლდეს. ნორმაში არც ერთი ცოდვის აყვანა არ შეიძლება. ყველა ცოდვა არსებობს, მაგრამ მას ჩვენ ნორმად არ ვაქცევთ. მას ჩვენ უწოდებთ, ეს არის ცოდვა. რას ნიშნავს ცოდვა? ცოდვა რაღაც იურიდიული დანაშაული შეიძლება სულაც არ არის. ცოდვა არის ის, რაც ჩვენ არ გაძლევს გადარჩენის მარადიული სიცოცხლის ღმერთთან ყოფნის შესაძლებლობას, თუ შენ ამ ცოდვას თავს არ დაანებებ, თუ შენ არ მოიზულებ მას და თუ შენ არ ებრძვი მას. ხოლო თუ შენ მას ნორმად გადააქცევ, გარანტირებულად დაიღუპები. ცოდვა ეს არის. სხვა ცოდვების დამღუპელია. მემთვრალეობას დამღუპელია, განკითხვას დამღუპელია, მრისხანებას დამღუპელია, უსიყვარულობას დამღუპელია, ცოლის ღალატის დამღუპელია, მაგრამ აი აქ პავლე მოციქული მაინდა-მაინც ამ ცოდვაზე აკეთებს აქცენტს. რატო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანური ბუნების ღვთისხატობისა და მსგავსების საწინააღმდეგო ქმედება. მთელი საფუძველთა საფუძველი ირყევა, რაზეც ღვთისხატობა და კაცობა დააფუძნა ღმერთმა, მამაკაცება და დედაკაცება. აი მას არ ყევს. და ადამიანს ეს პრობლემა რო აქვს, მან უნდა დაინახოს ეს ღვთის სიტყვა და შეინანოს და იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. საკუთარ ბუნების წინააღმდეგ ვიღაცა გამოვარდება. დიახ, საკუთარი ბუნების წინააღმდეგ. რა, ადამიანს რო გენეტიკურად მოსდგავს შობლებისგან და მრისხანეროა, ან თქვათ მისი მშობლები თუ მემთვრალები და ნარკომანები იყვნენ და ეს მიდრეკილებით რო დაიბადა, რა არ უნდა ებრძოლოს? ადამიანი თუ მანიაკალური მიდრეკილებები დაიბადა, არ უნდა ებრძოლოს? და ჩვენ ყველანი განკითხვის სულითა ვართ, შეპყრობილები და დაბადებულები და არ უნდა ვებრძოლოთ?
დიახაც ჩვენ ბუნების წინააღმდეგ გვიბრძვით. საკუთარი ბუნების დიახ. ქრისტემ თქვა, ვინც არ უარყოს თავითვისით არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი. დიახ. ვინც არ წარიწყმიდოს თავის საკუთარი თავი ჩემთვის, გინა სახარებისათვის და არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი. დიახ. საკუთარი ბუნების წინააღმდეგ, დიახ, საკუთარი ბუნების წინააღმდეგ. არა კომფორტულია, დიახ, არა კომფორტულია. აი ეს მდგომარეობა, გესმით, ეს არის საბრძოლო მდგომარეობა დღეს. იმიტომ რომ ჩვენი ადრე კულტურაც იცავდა, აი კულტურა, ეროვნული კულტურა იცავდა ამ ყველაფრისგან. იყო დრო, როცა საქართველოს მაგალითად ქართული კულტურა იცავდა მემთვრალეობისგან, სირცხვილი იყო, ქართველი კაცი დამთვრალი იყო და დაბლაგდებული იყო. გესმით, სირცხვილი იყო ნარკომანობა, მახსოვს ეს პერიოდი. სირცხვილი იყო კაცს სხვისთვის შეეგინებინა და არათუ საკუთარი დედა შეეგინებინა, სირცხვილი იყო. სირცხვილი იყო ოდესღაც კაცს ქმარს რო ქალის ცოლისთვის ეღალატა ეგ სირცხვილი იყო, მაგრამ მე იმ დროს მაინც მოვესწარი რომ ცოლს რო ქმრისთვის ეღალატა ეგ სირცხვილი იყო და დღეს აღარაფერი სირცხვილი აღარ არის საერთოდ. სირცხვილი იყო რომ 2-3-4 კაცს ერთი კაცისთვის ეცემა. დღეს ყველაფერს კადრულობენ, ანუ დღევანდელი კულტურაც უკვე ვეღარ გვიცავს. პლუს ურწმუნოება და ღებულობთ იმას, რომ გაშმაგებული მივილტვით უღმერთობისკენ, შესაბამისი გაპირუტყვებისკენ და გადემონებისკენ. და ამიტომაც მიიღებენ თავიანსი ცდუნების საკადრის საზღაურს და რა კი არ ეცადნენ. გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ჩვენი მოაზროვნეობითი ნაწილი, რომელსაც ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან კავშირი შეუძლია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ღმერთი შევინარჩუნოთ. რწმენა რომ მოგვეცა, ეს არაფრის გარანტია არ არის, უნდა შევინარჩუნოთ. ყოველ დღიური არა, ყოველ წამიერი საკუთარი თავზე მუშაობით უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენა. და ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, მაგრამ ვიღაცა ესენი არ ეცადნენ შეენარჩუნებინათ ღმერთი. ამიტომ უჯერო საქმისათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. და აზამენი აზროვნებს ესე. აი ადამიანი არ ვიცი კაცი ვარ თუ ქალი ვარ. გესმის? შეიძლება მე ხვალე თქვას, მე შეიძლება ძაღლი ვარ, ან კატა ვარ. გესმის? აი ესეთი რაღაცები. ხდება, დღეს სამყაროში ხდება. ფაქტებია, რომ ადამიანი კატა ვარ იცახის. გესმის? აი ესე იტყვის. გაუკუღმართებულია გონება. და მე პავლე მოციქული აგზელებს ცოდვების ჩამონათვლას, ასე რომ აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით, ავსიტყვანი, ცილისწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტის ზრახველი, დედმამის ურჩი, გეღიმება დედმამის ურჩი. შეიძლება ვერც გაიგოს ახლა ახალგაზრდა შავმომორთქო დედმამის ურჩი არ უნდა იყო და უფროს პატებინაცა და ფეხზე წამოუდგეს, შეიძლება ვერც ვერ მიხვდეს რას ეუბნები. უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი, უწყალონი. რომელთა იცი, მაგრამ ნახე აქ კიდევ ერთი განაჩენი. ადამიანი ესეთი რომ არის, მასში ღვთისხატება და მსგავსება ჯერ კიდევ კიაფობს, ამიტომაც არის ის ცოცხალი, ამიტომაც ჯერ ანტიქრისტი არ გამეფებულა, რომ ამ ადამიანებში ჯერ კიდევ კიაფობს ღვთისხატება და მსგავსება, ამიტომ ჯერ კიდევ პასუხისგებელნი არიან თავიანთ ქმედებებზე. ანუ ისინი ბოლომდე ეშმაკეულნი, ანუ შეპყრობილნი არ არიან. და ამიტომ პავლე მოციქული აგზელებს, აი ასეთმა ადამიანებმა რაც ჩამოთვალა, იციან ღვთის სამართალი. რომ ამნაირი საქმეთა ჩამდენი და რა იციან ქვეცნობიერად რა იციან, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არა თუმცა თვითონ სჩადიან ამ ყველაფერს, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. ხო, ესეა თანამედროვე სამყარო. მიდი, აკეთოს, პატარა ბავშვია, გადაიკეთოს სქესი. მიდი, უნდა და ეგრე რა. მიდი, თანაუგრძნობენ. დახოცეთ ბავშვები, აბორტი, დაიცავით აბორტის პრინციპები და ასე შემდეგ. ანუ აი ეს არის თანამედროვე, აი თითქოს დღეს პავლე მოციქული დღეს არის დაბადებული და დღეს უყურებს ამას და დღევანდელ სოფლიოზე წერს. აი აქედან, აი ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანა ჩვენ ღმერთთან აქ როცა ვართ. ჩვენ შვილებს, რომელიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან, მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერს გადაურჩეს. ამიტომაც გვინდა თუნდაც აი ამ პატარა სამრევლოში
გავაკეთოთ საბავშვო სივრცეები, საკვირაო სკოლები, გესმით, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადარჩეს, იმიტომ რომ საქართველო ცოდოა, რომ ოდესღაც განსაცვიფრებელი ერი, რომელსაც ერთი საზრის იქონა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო ვახტანგ გორგასლის ანდერძის შესაბამისად, დღეს თავისი ხელით ყიდის ამ თავის სარწმუნოებას. მაგრამ ეს რწმენა ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს, ჯერ კიდევ შეხვდები ქართველს, რომ ეკლესია უხარია, მღვდლის დანახვა უხარია, ქრისტეს სახელი აფიქრებს, ახარებს, ჯერ კიდევ არის ეს, ჯერ კიდევ შესაძლებელია ჩვენი გადარჩენა, ჩვენი შვილების გადარჩენა. შეგვეციოს უფალი, რომ ჩვენს გადარჩენას და სხვებისათვისაც მაგალითი ვიყოთ. პასუხისგებლობა ძალიან დიდია ჩვენზე. თუ ეს ხალხი, ვინც ასე პასუხს აგებენ ღვთის წინაშე, ჩვენ მეტად პასუხს ვაგებთ, თუ ჩვენ ის ყველაფერი ვიცით, მაგრამ შესაბამისად არ ვიცხოვრობთ. შეგვეციოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.